და წასული მაღალი თანამდებობის ტიპის რეფორმი ძალიან მეეჭება, რომ მან არის ასეთი საფრთხე, რომ დაუშვეს, მათ შორის როდის რომლის მიმართაც პრეტენზიას აფენებს რომელსაც აყენებს კონკრეტულად პრემიერ-მინისტრმა მისი პოლიტიკური გუნდი არის ის, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა დადგეს მოთხოვნებზე, უნდა მოინანიოს რაღაც წარსული ცოდები და ამ შემთხვევაში ისინი მოგვიტევებენ თუ არ ვიცი ზუსტად რა არის დაგეგმილი. ცხადი ეს არის აბსურდი, ამას ნაციონალურ მოძრაობაში არავის სერიოზულად არ აღიქავს. ჩვენ ვთქვით, რომ არაფერი მოსანანიებელი, არაფერი მოსანანიებელი, ჩვენ ცხადია გქონდა გარკვეული შეცდომები, გარკვეული საკითხები ვერ მიყვართ ბოლომდე, გარკვეული რეფორმები ვერ მიყვართ ბოლომდე, იმიტომ რომ შემთხვევაში დრო არ იყო საკმარისი, შემთხვევაში რესურსი არ იყო საკმარისი, ზოგში შემთხვევაში ჩაითვალა რაღაც სხვა უფრო პრიორიტეტული იყო და ასე შემდეგ, მაგრამ არავის სისხლის სამართლებრივი დევნის არ ეშინია. მათ შეუძლია გააგრძელონ სისხლის სამართლებრივი დევნა, თუ მათ აქვთ ამის სურვილი, ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ კიდევ ვიმეორებ, თუ ვიღაცა არის, ვიღაცას რაღაცა დაუმტკიცდება, ჩვენ ვთქვით, რომ ის ვიღაცა უნდა დაისაჯოს მიუხედავად იმისა, ის იყო წინა ხელისუფლების წევრი თუ დღეს არის ნაციონალური მოძრაობის წევრი. ამაში განსაკუთრებული ჩვენ ვაფერს ვერ ვხედავთ. ამიტომ არავის მიტევება პრემიერ-მინისტრისგან ან ქართული ესმისგან არ ჭირდება.